თამარ კობახიძე იმყოფება რუსთავში, სადაც ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე გაიხსნა. ინოვაციური ჰაბი, სადაც ახალ თაობას თანამედროვე ტექნოლოგიებს შეასწავლიან. საინტერესოა ის, რომ ტექნოლოგიების სივრცე ნიჩმოსობის აკადემიაში მდებარეობს. რატომ გააერთიანეს ეს ორი სხვადასხვა მიმართულება ერთ სივრცეში და რა ინოვაციურ პროექტებზეა საუბარი? დეტალებს ახლა თამარ კობახიძე გვეტყვის, რომელიც რუსთავიდან გვერდება. თამარ, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, ჩვენ ინოვაციურ სივრცეში ვიმყოფებით, სადაც განსაკუთრებით არის შერწყმული სპორტი და თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე რუსთავში ნიჩმოსნობის აკადემიაში გაიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს სპორტულ გარემოში სპორტული განწყობით შეუძლიათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები შეისწავლონ. უფრო მეტს ამ სიახლის შესახებ გვეტყვის, რა თქმა უნდა, რუსთავის მერი ქალბატონი ნინო ლაცაბიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. რატომ ხდა ორი ამ მიმართულების გაერთიანება, რა იყო ამის მთავარი მიზეზი და მიზანი? ზუსტად აღნიშნეთ, მოგესალმებით პირველ რიგში ყველას, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს რუსთავიდან, იმ სიახლეებით, რომელიც გვაქვს ჩვენს ქალაქში და ძალიან ზუსტად აღნიშნეთ, როდესაც ვამბობთ, რომ ახალგაზრდებისთვის საუკეთესო გარემო გვინდა შევქმნათ, იწყება სპორტით, ჯანსაღი ცხოვრებით და განათლება არის ასევე უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს ისეთი, როგორიც გვინდა ჩვენს ქალაქში და სწორედ ეს პროექტი არის ჩვენი პოლიტიკის ძალიან კარგი გამოხატულება, რომ ერთ სივრცეში, ესე შეიძლება ვინმე ვერ წარმოიდგინოს, რომ სპორტს და ციფრულ განვითარებას რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, თუმცა თუ ახალგაზრდას წარმოვიდგენთ და მისი მომავალზე ფიქრს დავიწყებთ, აუცილებელია, რომ მას კონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესაძლებლობა, რასაც სპორტი გვაძლევს და ასევე განათლების მიღების შესაძლებლობა და განსაკუთრებით არაფორმალური განათლების კუთხით მუნიციპალიტეტი აქტიურად ვარ ჩართული. სწორედ ეს პროექტია, ის რომელიც ჩვენ სულ ახლახანს გავხსენით, ციფრულ ნაწილს გულისხმობ, თუმცა სპორტზე ბევრად ადრე გვქონდა კონცეფცია შემუშავებული. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები, სადაც ახლა ვიმყოფებით, დღეს დაიწყება სწორედ ახალი პროგრამა და ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მათ შორის ჩვენი თანამშრომლებისთვის, მათ შორის რუსთაველი ახალგაზრდებისთვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ჩამორჩეთ და აქ ახალგაზრდებს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა და პირობა, ტექნიკაც არის შესაბამისი თანამედროვე, თუ კი რამ არის იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ და არის ოთახები, სადაც ინდივიდუალური მიმართულებების მიხედვით იქნება განათლების მიღება შესაძლებელი და ასევე გაერთიანებული გვაქვს მედიათეკის კონცეფცია, სადაც ახალგაზრდებს უბრალოდ შეეძლებათ, რომ კარგ გარემოში ყველაზე მწვანე სივრცეში და რუსთავის ცენტრალური პარკი იცით, რომ არის ყველაზე მწვანე, ყველაზე მშვიდი ქალაქის შუაგულში რეკრეაციული სივრცე, სადაც აი ეს ჩვენი უნიკალური შენობა, თავისი უნიკალური კონცეფციით განთავსებული. რუსთავი და სპორტი ბოლო დროს და ყოველთვის ასე იყო, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო დროს გვასახელებენ ჩვენი სპორტსმენები რუსთავიდან ნიჩმოსნობის აკადემიაში ვართ და არ შეიძლება არ ვახსენოთ ეს მიმართულება. რა ხდება აკადემიაში, რა გვაქვს სიახლე? როდესაც ხელოვნური ტბა უკვე აქ პარკში მოეწყო, მას შემდეგ ძალიან გამოირჩეოდა ამ სპორტის სახეობით და სამწუხაროდ 2000-იან წლებიდან მოყოლებული 2021 წლამდე ეს სივრცე იყო ამორტიზირებული, ფაქტიურად ახალი ავაშენეთ და შევქმნით ყველა ის პირობა, რომელიც ამ სპორტის სახეობას განავითარებს და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30-დან 50-მდე ბავშვი ყავს, მათ შორის ყავს ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა და ინტერესი დღითი დღე იზრდება ამ სპორტის მიმართ. ნიჩმოსნობის აკადემია მდებარეობს რუსთავის პარკში ტბასთან. 24 საათი შეიძლება ითქვას, თუ მოვალთ აქ, ვნახავთ როგორ ვარჯიშობენ ჩვენი სპორტსმენები. როდესაც ნიჩმოსნობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ იყოს ჩვენთან ერთად ალექსანდრე წივწივაძე, ევროპის 3 გზის ჩემპიონი, მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონი და ახლა უკვე უფროსებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. გარწმუნებული ვარ მოენატრეთ ჩვენს მაყურებელს და გვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ. როგორ ხართ? მადლობა, მე ძალიან უმეტო თქვენი მაყურებელი, რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა, დავბრუნდი ახლა ჯერჯერობით, ვიცე-ჩემპიონი გავხდი წელს. იქითაც უფრო დიდი მიზნები და დიდი მომავალი გიქმება, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის და მთლიანად ჩვენი სპორტისთვის. ამაში ხელს გვიწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი ინფრასტრუქტურა, რომელიც 2021 წელს აშენდა და ამის შემდეგ პოპულარობა, რა თქმა უნდა, მოიმატა რუსთავში. ბევრი სპორტსმენი არის, ბევრი ბავშვი არის, მეტი мотиваცია არის, რა თქმა უნდა, და უფრო მეტი დაფასება. რაც რა თქმა უნდა გვაძლევს ჩვენ იმის ძალას, რომ უფრო და უფრო
დიდი ძალებით შევდგეთ ვარჯიშს და უფრო და უფრო დიდი წარმატებას მივაღწევთ. კი ბატონო, ეს მიმართულება რუსთავში როგორც ავღნიშნეთ 1960-იანი წლებიდან დაიწყო, სხვათა შორის ალექსანდრე წივწივაძის ბაბუა, ალექსანდრე წივწივაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩაუყარა საფუძველი ამ სპორტს და აი შედეგიც კი ვნახეთ როგორი შვილი დაგვიტოვა. რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა გვიყურებენ და უნდათ რომ ეს მიმართულება აარჩიონ, რა არის მთავარი უნარი, რაც უნდა კონდეს სპორტის ამ სახეობაში მოღვაწე ადამიანს? კი ბატონო. ვეტყვი რომ ნიშნულობა პირველ რიგში არის ბუნებასთან ჭიდილი, რადგან არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდი არის, ჩვენ გვიწევს ყოველთვის ტბაზე ყოფნა, ასე რომ სიცივეებს და სიცხეებს ნუ შევშინდებიან, მოვიდნენ, რაც თავარი არის უკვე გაკეთებული არის იმის კომფორტი, რომ ბავშვებს ქონდათ ყველაფერი, რომ შენურად ივარჯიშონ, უბრალოდ მოვიდნენ, ცადონ ბედი და შეიძლება მოიცნოთ კიდევ საკავები. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენი სახელით მიიღეთ დიდი შექება, ვამაყობთ თქვენი წარმატებით ყოველთვის. მადლობა. მაყურებელს მინდა ვაჩვენო, როგორ ვარჯიშობენ ჩვენი ახალგაზრდები რუსთავის ტბასთან, სხვათა შორის თუ უბრალოდ მოხვალთ და ისვენებთ და აი ამ პროცესს შეხედავთ, ამითაც კი მიიღებთ დიდ სიამოვნებას. შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებოდით რუსთავში ნიჩბოსნობის აკადემიაში, სადაც თანამედროვე სივრცე გაიხსნა, რაც გულისხმობს იმას, რომ სპორტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთად გააერთიანეს. მე დაგემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა ჩვენს გემშვიდობებით წარმატებების შენ ქალბატონ ნინოს და ალექსანდრეს და მართლა უნიკალური რამ შეიქმნა რუსთავში რუსთაველებისთვის და არა მხოლოდ. და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის ნინო ლაცაბიძეს.